თაკო ჩარკვიანი ეხმიანება რეჟისორ დათა თავადის დათქმულ სპექტაკლ ლიბერტეს, რამაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან სპექტაკლში გამოყენებულია უცენზურო ლექსიკა და თამამის სცენები. სპექტაკლი ნანახი ხომ უნდა გქონდეს, რომ აღშფოთდე, გადაირიო და გულშეღონებული თმებს იგლეჯდე. დავუშვათ, რომ ფრიად ნატურალისტურად დგამს სპექტაკლს რომელიმე რეჟისორი, მაგალითად დიდზე დიდ კეისარზე და ნატურალისტურ სცენაში გადაწყვიტა მისი ისტორიულად უკვე ცნობილი ბისექსუალობა ფრიად ნატურალისტურად გადმოსცეს. ამის გამო უნდა დახვეიტოთ ეს რეჟისორი, მართლა მაინტერესებს. ის მაინც თუ იციან თმაგაშვილმა ფსევდომორწმუნე კრიტიკოსებმა საერთოდ რა ტიპის დიალოგია და ვინ საუბრობს სპექტაკლში. ნანახი არ გაქვთ და რატომ იხოკავთ სახეს შეურაცხყოფილნი და წინასწარ გაუპატიურებულები. შეიძლება ისაუბრო, ნიჭიერად არის თუ არა დადგმული სპექტაკლი, ან საერთოდ არ გესიამოვნოს ესა თუ ის სპექტაკლი, მაგრამ არ გქონდეს ნანახი დადგმა და ამოგრეჯილი ამუნარიდით გახიოდე, გაგვაუპატიურეს და შეურაცხყოფა მოგვაყენესო, მართლა არ მესმის. ქვეყანა უკვე სისულელესა და იდიოტიზმშია, პაივცემულ ამხანაგებო. წინასწარ ნუ გაიუპატიურებთ თავს. განიხილეთ ღირებული არის თუ არა, ნიჭიერად არის შექმნილი თუ არა, მაგრამ არ გინახავთ და უკვე გაუპატიურებული, რანაირად ხართ ასე ერთად რამდენიმე. წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.